ირაკლი ოქროაშვილი, გიორგი გიორგაძე, ემზარ კვიციანი და ლევან მამალაძე. ამ პირებისთვის სტატუსის მინიჭებაზე პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საქმეების შემსწავლელი კომისია 14 იანვრიდან იმსჯელებს. კომისია სულ 80-მდე პატიმრისა და საქართველოსდან წასული პირის საქმეს განეხილავს. უნდა მიიღონ თუ არა სტატუსის ზემოთხსენებულმა პირებმა ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, როგორ აფასებენ საკითხს უფლებადამცველები და მთავრობის წარმომადგენლები. ნახეთ ჩვენს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 9 საათზე. არ შეიძლება რომელიმე სიაში ფიგურირებს ეს ადამიანები, რომელთა მიმართებაშიც საზოგადოებას აქვს გასაბუთებული ეჭვი, რომ არ შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნილი ან პატიმარი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ახალი სია იქნება დეტალურად გავლილი შესაბამისი კომიტეტის მიერ პარლამენტში და ამაში ვიქნებით ჩვენც ჩართული. ვერ ხვდებით აი ასეთი პირებისთვის, ვის მიმართაც ჯერ არ აღძრულა საქმე საერთოდ, ან აღძრულია და მიმდინარეა და არ დამთავრებულა პროცესი, რატომ იხილავს ეს კომისია ამ საკითხს და შეიძლება რომ უკვე შეცვლილი გარემოების ვითარებაში სამართლიანმა სასამართლომ და ობიექტურმა და მიუკერძოებელმა საგამოძიებო ორგანოებმა გამოიზიონეს საქმე და შესაბამისი წარმოება ჩაატარონ.